ჰამლეტ გონაშვილის ხმის გაგონება კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, გიგანტურ დარბაზში, საპრემიერო ჩვენებაზე, სრულად მოულოდნელად. ეს ყოფილა რაღაც სრულად განსხვავებული განცდა და ემოცია, როგორც ერთი რიგითი ქართველისა, რასაც ახლა ვცდილობ რომ გაგიზიაროთ, იმიტომ ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის გადმოცემა და გაზიარება. წარმოიდგინეთ ვესწრები საპრემიერო ჩვენებას, ჩამოტანილი არის ახალი ამერიკული ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლებს თამაშობენ თანამედროვეობის და ჰოლივუდის უბრწყინვალესი ვარსკვლავები ადამ დრაივერი და სკარლეტ იოჰანსონი, მიმდინარეობს ჩვენება და შუა ფილმში მოულოდნელად ისმის ჰამლეტ გონაშვილის ხმა. ოროველა. ერთობლივად მოხდა ჩემს ტვინში და ორგანიზმში ყველაფერი, ნერვიულობაც, ავცახცახთი გული ამიჩქარდა, თან სიამაყე, თან სიხარული, თან მინდა რომ გადავიღო ეს ყველაფერი, მაგრამ შეუძლებელია მის გადაღება, იმიტომ რომ კანონის დარღვევაა ელემენტარულად, ეთიკის დარღვევა თუ არა, პრემიერაზე, კინოდარბაზში, ფესტივალზე ვიდეოკადრის გადაღება. ამიტომ ერთ-ერთი რაც მოვასწარი ეს იყო, რომ ჩუმად აუდიო ვარიანტი ჩამეწერა, ანუ აუდიო თუ როგორ ისმინებოდა დარბაზში ჰამლეტ გონაშვილის ხმა და მას მერე შეერევა უკვე სკარლეტ იოჰანსონის საუბარი, მაგრამ თავარი არის ის, რომ ეს იყო რაღაცა ენით აღუწერელი განცდა და ყველაზე მეტად ალბათ სიამაყე. სიამაყე იმისა, რომ აი საქართველო და ქართული კულტურა როგორ მასშტაბზე სულ სხვანაირ კონტექსტში რა საინტერესოდ და რაც თავარია ღირსეულად აღიქმება. ჩვენ ახლა შეგვიძლია ეთერში გავაკეთოთ ერთგვარი ექსპერიმენტი, ვინაიდან კადრის გადაღება ვერ მოვასწარი. ის ფოტოები, რაც ამ ფილმიდან არის გავრცელებული და ის ხმა, რაც მე დარბაზში ჩავწერე. მოდით შევაერთოთ და მინიმალურად მაინც ვეცდები, რომ ჩვენს მაყურებელსაც გავუზიაროთ ის განცდა და ის განწყობა და ის მომენტი, რაც საფესტივალო დარბაზში სუფევდა გუშინ ღამით. ნახოთ. Very clear. My husband is completely innocent. He doesn't know I'm here. But you have to exempt him from any investigation. Mrs. Pearl, the FBI always considers the role of the individual. დასრულდა კინოჩვენება და მე რა თქმა უნდა ჩაუსაფრდი ტიტრებს. ძალიან მაინტერესებდა თუ იქნებოდა ტიტრებში და დარწმუნებული ვიყავი რომ რა თქმა უნდა იქნებოდა აღნიშნული, მაგრამ როგორ იქნებოდა ქართული შესრულება მონიშნული და აი ხლა კადრებიც გამოჩნდება ტიტრებში იყო ჩვეულებრივ სიაში, სადაც არის გამოყენებული სიმღერები. ბჭყალებში ჩასმულად სიმღერის სახელწოდება ოროველა, Flowing Song, ესე არის თარგმნილი ინგლისურ ენაზე, რომელიც შესრულებული არის ანსამბლ რუსთავის მიერ და შემდეგ უკვე წარმოებული არის იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მუსიკალური კონსულტანტები არიან ამ კონკრეტული ფილმის. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ანსამბლ რუსთავსაც და მის წარმომადგენლებსაც უნდა მივილოცოთ ასეთ მასშტაბზე ანსამბლ რუსთავის სახელის გამოჩენა, იმიტომ რომ ეს ფილმი დარწმუნებულია, რომ მთელ მსოფლიოში ყველა კინოთეატრში აუცილებლად მოხვდება, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი მსახიობები და რეჟისორი განსაზღვრავს ამ ფილმის პოპულარობას, მაგრამ მინიმუმ ის, რომ მხოლოდ ამ ფესტივალზე არის ნაჩვენები, ეს ნიშნავს მინიმუმ 5,000 კიდევ უფრო მეტი ჟურნალისტისა და კინომცოდნის წინაშე ფილმის ჩვენებას და აქ ძალიან სკრუპულოზურად და დეტალურად უყურებს ყველა ადამიანი თითო კადრს, თითო ხმაურს, თითო მუსიკას და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ოროველას უკვე მე რამდენად, მაგრამ კიდევ სულ სხვანაირი კონტექსტით მიექცევა ყურადღება. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველივე ჩვენება, რომელიც გაიმართა ლუმიერების დარბაზში პრემიერაზე, ეს იყო სავსე მოწვეული სტუმრებით და ამ სტუმრებს შორის იყვნენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები კინოსამყაროდან, თავისთავად ფილმის შემქმნელი გუნდი, ასევე კეით ბლანშეტი, ჯულიანა მური და კიდევ ძალიან ბევრი სხვა ჰოლივუდის არტისტი, რომლებიც ისხდნენ დარბაზში, უყურებდნენ ფილმს და უსმენდნენ ჰამლეტ გონაშვილს, უსმენდნენ ქართულ ხალხურ სიმღერას. ახლა ფილმის შესახებ უნდა ვთქვათ 2-3 სიტყვა, რათა მივხვდეთ თუ რა ნამუშევარში მოხდა ქართული შესრულება და ქართული სიმღერა. ფილმის სახელწოდება არის ქაღალდის ვეფხვი, Paper Tiger, თუმცა ამ სახელწოდებას სხვა მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე წუთში ამ ყველაფერზე ვიტყვი. რეჟისორსაც შეეხება ეს გახლავთ ჯეიმს გრეი, რომელიც 57 წლის არის და უკვე საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები აქვს დაგროვილი თავის შემოქმედებით ბიოგრაფიაში. შეგვიძლია დავასახელოთ არმაგედონის დრო, მაგალითად Lost City of Z, ორი საყვარელი
ქართველი იმიგრანტი და სხვადასხვა ნამუშევრები, მას აქვს თავისი საინტერესო ხელწერა და ხედვა და შემდეგ უკვე პრესკონფერენციაზე შეხვედრის დროს გაირკვა, რომ მისი მთავარი ხედვა და ღირებულება დაამყარებული არის სწორ ღირებულებებზე, სიყვარულზე პირველ რიგში და ადამიანობაზე და შემდეგ ყველაფერი სხვა და დანარჩენი. უშუალოდ ახალ ნამუშევარს რაც შეეხება, ეს არის ფილმი, რომელიც ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, ოჯახის დიასახლისი გახლავთ სწორედ სკარლეტ იოჰანსონი, ჩვენ კადრში ახლა დავინახავთ იმ რამდენიმე მასალას, რომელიც ამ ეტაპზე არის გამოქვეყნებული, ტრეილერიც კი არ გამოქვეყნებულა ჯერ, ეს მხოლოდ არის სამუშაო მასალის რამდენიმე კადრი, რაც ასახავს პერიოდს თუ როგორ იღებდნენ ამ ფილმს, ხოლო ოჯახის კიდევ ერთი წევრი გახლავთ ადამ დრაივერი, რომელიც არის ამ შემთხვევაში სკარლეტ იოჰანსონის სიძე, მეუღლის ძმა. და სწორედ ადამ დრაივერის ინიციატივით ოჯახი იწყებს ერთ არც ისე ლეგალურ საქმიანობას, თუმცა შემოსავლიანს სავარაუდოდ და ისინი მიწისქვეშეთში უკავშირდებიან, ასე ვთქვათ, რუსულ მაფიას. ეს არის 80-იანი წლების ნიუ-იორკი, სადაც ჩანს თუ რა დონეზე არის გაბატონებული რუსული მაფია და აი ამ შემთხვევაში არის გამოყენებული ზუსტად ეს სახელწოდება, რომელიც ადრე ნიშნავდა ძალას გარკვეული ორგანიზაციისა თუ დაჯგუფებისა, თუნდაც მაფიის, რომელსაც ეძახდნენ სწორედ რომ ქაღალდის ვეფხს, რადგან გარედან ის ჩანდა ძალიან ძლიერი, მაგრამ შინაგანად ის იყო ქაღალდის და მეტი არაფერი სხვა. აი ეს არის ფილმი, ახლა შინარ ზუსტად არ მოვყვებით თუ რა და როგორ ვითარდება სცენარი, მაგრამ მოგიყვებით ერთ საინტერესო დეტალს, რომელიც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს გაირკვა. გაირკვა ის, რომ ფილმი 80-იანი წლების ნიუ-იორკზე იქნება გადაღებული თუ 2026 წლის ნიუ-იორკზე თუ ნებისმიერ სხვა წერტილზე, მსოფლიოში მაინც მთავარი პრობლემა არის ადამიანობის კარგვა, რაც ბოლო დროს უფრო და უფრო მეტად შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, პრესის წარმომადგენლებში გაჩნდა ზუსტად ეს შეკითხვა, თუ რა არის მთავარი ღირებულება, რაზე უნდა იდგეს კინო და რისი მიხედვით უნდა ვახერხებდეთ ორიენტირების გამოკვეთას და საერთოდ რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი სული გადავირჩინოთ იმ ქაოსში, რაშიც ვართ. ძალიან კარგი და სწორი პასუხები მოვისმინეთ ჩვენ როგორც ადამ დრაივერისგან, ასევე ფილმის რეჟისორისგან, სწორედ რომ მთავარ ღირებულებებზე და მოდით მოვისმინოთ ეს ფრაგმენტები. To me, family is the most important thing. ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაფერზე მეტად ოჯახის სიყვარული. ჩემი შვილები, ჩემი მეუღლე და უახლოესი ოჯახის წევრები, დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. მთავარი პრიორიტეტი ეს არის. იცით, ვცდილობ ასე ვიფიქრო, თუ ყოველ გადაწყვეტილებას იმაზე დაფუძნებით მივიღებ რისი გაკეთება შემიძლია მათთვის, მაშინ ნაკლებ შეცდომას დავუშვებ. აი სულ ეს არის. ამის გარდა არაფერი მაქვს. What does the soul need? Well, რა სჭირდება სულს? სულს ბევრი რამ სჭირდება. და მეც ვცდილობ დროდადრო შევავსო ის. მაგალითად, ლუი ამსტრონგის, ლენონისა და მაკარტნის, ან თუნდაც ბახის მოსმენით. ასევე სხვადასხვა ნამუშევრების ყურებით. ჯორჯ გროსიდან ველასკესამდე. ეს ყველაფერი მამხნევებს. რა თქმა უნდა, კარგი ფილმის ნახვაც. that's what I have. აი ამ პასუხის შემდეგ მე უკვე მივხვდი თუ რატომ შეიძლებოდა შეერჩია და გადაეწყვიტა ამ რეჟისორს ქართული ხალხური მუსიკის ჩასმა თავის ფილმში. აი იმ სულიერების შემოტანისთვის, რაც ამ მუსიკალურ ნომერს და თავად ჰამლეტ გონაშვილის არამქვეყნიურ ხმას შემოაქვს და შემოიტანა კიდეც დარბაზში. სხვათა შორის ეს ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით, როდესაც ჩავიწერე მე ეს აუდიო ჩანაწერი, გადავზომე ასე ვთქვათ დრო და თითქმის 2 წუთამდე გრძელდება. ის რაც ისმის ფილმში და 2 წუთი ასეთი მასშტაბის ფილმში ნამდვილად არ არის პატარა დრო და ფაქტობრივად სრულად არის ეს სიმღერა გამოყენებული, რაც კიდევ უფრო უნდა გვიხაროდეს ჩვენ როგორც ქართველებს. მე ძალიან მინდოდა რომ ეს შანსი გამომეყენებინა, შემოქმედებით ჯგუფთან შეხვედრის შანსი გამომეყენებინა და მე თქვა მათთვის რომ ვარ ქართველი და აი პრესკონფერენციაზე არ მომეცა შეკითხვის დასმის საშუალება, მაგრამ დასრულდა თუ არა პრესკონფერენცია, რეჟისორს თქვა რომ ერთი წამით პატარა აღნიშვნა მინდა გავაკეთო. და მე ვუთხარი რომ აი თქვენ ახლა საუბრობდით სულის გადარჩენაზე და თქვენს ფილმში არის სიმღერა, რომელიც არის ჩემი ქვეყნიდან. ეს არის ჩვენი ნამდვილი კულტურული საგანძური, კულტურული მემკვიდრეობა და თუ გაინტერესებთ როგორ უნდა გადარჩეს სული, ეს სწორედ ეს არის პასუხი. მან მომისმინა და შემდეგ გაიხსენა კიდეც სათაური და მითხრა ოროველა, ხო? Orovela, right? ოროველა, yeah. Thank you. და მან დატოვა დარბაზი და აი ვინც მოხვდებით კინოდარბაზში და ამ ფილმის სანახავად წახვალთ, იცოდეთ რომ აქ ოროველას და ჰამლეტ გონაშვილის ხმას უნდა ელოდოთ. My husband is going to be solely responsible for taking care of our children. I'm sorry, but given your situation, there really is nothing else you can do.
ამასობაში კანში ჯონ ტრავოლტა ჩამოვიდა. ტრავოლტა კინოლეგენდა, რომელსაც ნამდვილად ვერ აუვლიდით გვერდს. ტრავოლტა როგორც რეჟისორი, კაცი, რომელმაც 72 წლის ასაკში გადაიღო თავის სადებიუტო ნამუშევარი. მაგრამ 72 მე მგონი ნამდვილად ციფრებია, იმიტომ რომ თქვენ ახლა კადრში დაინახავთ თუ როგორ ჩამოვიდა ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მოხდენილი კრემისფერი ბერეტით, შემდეგ გამოიცვალა და შავი ბერეტით წარმოგვიდგინა და მას ნამდვილად არ ეთყობოდა ეს ასაკი. ამაზე ტაბლოიდებმაც დაწერეს და შედარებებიც კი გაკეთდა ფოტოების იმისა თუ როგორი იყო რამდენიმე ხნის წინ და ახლა რა გააკეთა ისეთი რომ ასე გამოიყურება. მაგრამ ნუ როგორც არ უნდა იყოს ეს ჩვენი საქმე არ არის, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს, ფაქტია რომ მან ფილმი გადაიღო და აღმოჩნდა რომ ის ძალიან გულჩვილი ზღაპრებზე შეყვარებული მეოცნებე ბიჭი ყოფილა. ფილმი, სადაც ის აცოცხლებს თავის ბავშვობის პირველ შთაბეჭდილებებს, როგორ იფრინა დედასთან ერთად თვითფრინავში და როგორ დაუახლოვდა ჰოლივუდის გზა. მეტაფორულად ეს უკავშირდება იმ ამბავსაც, თუ როგორ მივიდა ტრავოლტას ბავშვური ცხოვრება ჰოლივუდამდე და შემდეგ რაც უკვე ჰოლივუდში მოხდა, ეს ყველამ ვიცით. ფილმში ნაჩვენები არის 1962 წელი, სადაც ტრავოლტა დაახლოებით 6-7 წლის ასაკში არის და რა არის მისი პირველი ცხოვრებისეული გამოცდილებები, როგორ მოსწონს მას ბორდგამცილებელი, რომელსაც ეპრანჭება და მას უკვე შეყვარებულს ეძახის, როგორ უმეგობრდება ბიჭს თვითფრინავში და მას პირდაპირ საუკეთესო მეგობარს ეძახის. როდესაც ამ ფილმს ნახავთ, ყველა ვინც ნახეთ ეს ფილმი, რა თქმა უნდა, აღმოვაჩინეთ საკუთარი თავი და საკუთარი ბავშვობა, როდესაც ყველაფერი გაცილებით გულწრფელია. პატარა ამბავიც კი დიდად გვეჩვენება და უფრო ნამდვილად და ალალად აღვიქვამთ ყველაფერს და ზუსტად ეს არის ეკრანზე გადმოტანილი. სულ რაღაც 1 საათიანი ნამუშევარია, მოკლემეტრაჟიანს თლად ვერ დავარქვათ, მაგრამ 1 საათში არის ჩატეული ეს ყველაფერი, ძალიან ესე რა სიტყვა შეუსაბამო არის, მაგრამ ძალიან საყვარელი ფილმია და გასართობად ოჯახთან ერთად სანახავად ღირს და ერთი საინტერესო ფრაზა, რომელიც ამ ფილმში მოვინიშნე, არის ეს: ამ ბიჭს, რომელიც თვითფრინავში ზის და მიდის გზაზე, სათამაშო თვითფრინავი აქვს, რომელიც გაუტყდება და გულის წყდება. და შემდეგ ბორდგამცილებელი ეუბნება ასეთ რამეს: სინამდვილეშიც ტყდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში რაღაცეებიო და შემდეგ ტრავოლტა ფილმში ამბობს, რომ ეს ფრაზა მე დამამახსოვრდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში თან გამყო. აი ესეთი სენტიმენტები ცავსე აღმოჩნდა ჯონ ტრავოლტა, იმ ექსტრავაგანტული, მომხიბვლელი და არაორდინალური გარეგნობის მიღმა, რაც ჩვენ მისი კინოროლებიდან ვიცით და მისმა სენტიმენტებმა იმ მომენტშიც იფეთქა, როდესაც ფესტივალის ხელმძღვანელმა ტიერი ფრემომ მას ოქროს პალმა გადასცა, პალმის რტო, განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა და დამსახურებისთვის საერთოდ კინო სამყაროში. ნახოთ ტრავოლტას ემოციები და ცრემლები თუ როგორი იყო ის სცენაზე. რადგან საქართველოსი დავიწყეთ საუბარი, ეს ჩართვა და დღევანდელი დღე საქართველოზე საუბრით დავასრულოთ. ახლა მინდა გაჩვენოთ კადრში საქართველოს პავილიონი თუ წელს როგორ გამოიყურება. ძალიან დახვეწილი დიზაინით შეირჩა მისი ვიზუალური მხარე და წელს მთავარ სიტყვად საქართველოს პავილიონზე წარმოდგენილია ფილმი სახელწოდებით გურია, რომელსაც ველოდებით ნამდვილად ყველა, მე პირადად წლები ამ ფილმის გამოსვლას ველოდები, რადგან გადაღებების პერიოდიდანვე ჩვენი მაყურებლისთვის არაერთხელ მოვამზადე რეპორტაჟი თუ როგორ მუშაობს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ამ ფილმზე. გურია 90-იანი წლების გურია როგორ იქნება გაცოცხლებული კინოეკრანზე და განსაკუთრებით ლევან კოღუაშვილის ხედვით ეს ძალიან მაინტერესებს, მაგრამ მანამდე რაც გახმაურდა და გამოჩნდა საჯაროდ, ეს არის სწორედ ქართული პავილიონის შეფუთვა და ასეთი დიზაინით არის პავილიონი წელს გადაწყვეტილი. რაც შეეხება ფუნქციურ ნაწილს, რა თქმა უნდა, აქ 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობს შეხვედრები, მიღებაც გაიმართა, სადაც საერთაშორისო სტუმრები იყვნენ მოწვეული და საუბარი იყო სამომავლო პერსპექტივაზე, ურთიერთთანამშრომლობაზე ქართულ და საერთაშორისო კინოს შორის. ჩვენ გვქონდა არაერთი დისკუსია ამ დღეების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ქვეყანაში კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამები, რომ დარგში მეტი ადამიანის მოსვლა შეუწყოთ ხელი და ასევე შეხვედრები იმისთვის, რომ ქართული კინო წარმოჩენილი იყოს სხვადასხვა ფესტივალზე და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც აქამდე აქტიურად არ ვიყავით წარმოდგენილი. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ბერლინში და ახლა კანში ვართ. ვსაუბრობთ სამომავლო თანამშრომლობაზე საქართველოსა და კანადას შორის. ჩვენ გსურს, რომ საქართველოს სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ტორონტოს კინოფესტივალის კინობაზრობაზე. ბევრ ქართულ პროფესიონალს ვესაუბრეთ სამომავლო შეთანხმებები განვიხილეთ. წელს პირველად ტორონტოს კინოფესტივალი აკეთებს კინობაზრობას და მოხარულები
მადლობი ვართ, რომ საქართველო მისი ნაწილი იქნება. აქვე კიდე ერთ სიახლეს გაგიზიარებთ. საქართველოს პავილიონში მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი ჩატარდა. ეს ხელმოწერა გულისხმობს საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებულ მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან კინოცენტრი, ხოლო სომხეთის მხრიდან სომხეთის კინოფონდი. აი ეს ორი მხარე შეთანხმდა ხელმოწერით, შეთანხმდა კინემატოგრაფისტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, საერთო კინოპროდუქტების წარმოებაზე და დამეგობრებაზე კიდევ უფრო მეტად. საქართველოს მხრიდან ხელმომწერი გახდათ კინოცენტრის დირექტორი მამუკა ბლიაძე და შესაბამისად მისი კოლეგა სომხეთის მხრიდან და საუბარი რა თქმა უნდა შეეხო იმ ახალ-ახალი პროექტებისა და იდეების დასახვას და განხორციელებას, რითაც კიდევ ერთხელ შეიძლება საქართველოსა და სომხეთის კინოწარმოება დამეგობრდეს. ეს საშუალებას მოგცემს პროდიუსერებს შორის მოხდეს და განხორციელდეს ერთობლივი ფილმის წარმოება, ასევე საშუალება გვექნება, რომ ვითანამშრომლოთ ფესტივალებთან დაკავშირებით, გავცალოთ საგანმანათლებლო პროექტები და უამრავი სხვა ინიციატივები. დღევანდელი ჩართვა აქ დავასრულოთ. ხვალ შევხვდებით ერთმანეთს კანის კინოფესტივალიდან, ხვალაც არანაკლებ საინტერესო ექსკლუზივები გველის ხავიერ ბარდემი, კეით ბლანშეტი და ასე შემდეგ. ასე რომ ხვალამდე გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის.